საუმშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ზია ამაღლობელის საქმე და პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ადვოკატები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელება დაფასებენ, რადგან რეალურად სახელმწიფო ბრალდების შეთავაზების უკან რა როლს თამაშობს ეს ყველაფერი საქმის მიმდინარეობაში და როგორია მზია ამაღლობელის პოზიცია. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სერიოზული გამოწვევის წინაშე და ხელისუფლების განცხადებები, ნაბიჯები ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რეალური რისკების საპირწონე და ევროპული პერსპექტივა, რა შედეგი მოჰყვება უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტას ქვეყნისთვის და რა გამოსავალს ხედავს სამოქალაქო საზოგადოება მზარდი იზოლაციის საფრთხეების ფონზე. ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკულ გზავნილებს მართველი გუნდი შანტაჟად და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დაღიქვამს. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას კი რაციონალურ ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, როგორია ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე და საგარეო პოლიტიკურ კრიზისზე. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. გუშინ 21 ივლისს ბათუმის სახალხო სასამართლოში გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორი მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის ფინალური ეტაპი გაიმართა. სასამართლო მოისმინა დაცვის მხარის ბოლო მოწმე, რის შემდეგაც პროკურორებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პროკურატურის განცხადებამ საპროცესო შეთანხმების ძალყოფნის შესახებ. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა აღნიშნა, რომ საქმის არსებით განხილვის განმავლობაში დაცვის მხრისგან საპროცესო შეთანხმების შეთავაზება არ ყოფილა. ამის საპასუხოდ მან პროკურატურის მზადყოფნა დაადასტურა მსგავსი წინადადების განსახილველად თუ კი ის დაცვის მხრიდან იქნება ინიცირებული. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს ბრალდების მხარის მოტივებთან დაკავშირებით ამ პროცესის დასკვნით ეტაპზე. სახელმწიფო ბრალდების ამ შეთავაზებას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მისი შეფასებით პროკურატურის შეთავაზება სიახლეს არ წარმოადგენს და წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ადრე გაჟღერებული პოზიციის გაგრძელებას. ადვოკატის თქმით, ეს არის ზეწოლის მცდელობა, რომლის მიზანია ამაღლობელმა აღიაროს მისთვის წაღენებული ბრალდებები, იქნება ეს პოლიციელთა შეურაცხყოფა, დაკავებაში ხელის შეშლა თუ თავდასხმის განხორციელება სხვისი დავალებით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ცდილობენ ბრალდებულს სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ აღიარება აიძულონ. მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ამავე კონტექსტში აქცენტს აკეთებენ ბათუმელებზე დადებულ ინკასოზე, რაც დაცვის და არა მარტო მათი აზრით მზია ამაღლობელზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა. დღეს გაავრცელა განცხადება შემოსავლების სამსახურმა იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში ბათუმელები ნეტგაზეთის ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით დავალიანების დაფარვის საშუალება მისცეს. უწყებით ცნობით 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით შეფესე ბათუმელებს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191 ლარის ოდენობით. მათივე ინფორმაციით საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება, ანუ ანგარიშებზე ყადაღის დადება ხდება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. როგორც ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, შეფესე ბათუმელებსა და შემოსავლების სამსახურს შორის კომუნიკაცია მანამდე შედგა როგორც ინკასოს დადებამდე, ისე მის შემდეგ სამსახურმა ვალის გრაფიკის გაწერაზე უარი თქვა, უფრო მეტიც როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ ბათუმელებს და აცნობეს, რომ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ამავე ინფორმაციით ბათუმელის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ ბათუმელებმა შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი
რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამაზეც ორგანიზაციამ მიიღო უარი ბათუმელებმა ვალის განაწილების თხოვნით შემოსავლების სამსახურს ინკასოს დადების შემდეგაც მიმართა და გუშინ 21 ივლისს უარი მიიღო. ამასთან ბათუმელების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ბათუმელებმა გადაიხადა 47,000 ლარის სწორედ ამოდენობის დავალიანება ძირი თანხა ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე, როგორც ორგანიზაცია წერს, ბათუმელებმა ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა კითხველის მხარდაჭერით, რისთვისაც ისინი მადლობას უხდიან მხარდამჭერებს. რამდენად ექნება ამ ამბების ერთობლიობას გავლენა მზია საქმის გაგრძელებაზე ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ სტუმართან ერთად. მზია ამაღლობელის ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილია გადაცემის პირველი სტუმარი. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის და თქვენი დროისთვის. გუშინდელ პროცესზე საუბრით დავიწყოთ დღევანდელი ეთერი. გიორგი, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე მზადყოფნა გამოთქვა, თქვენ ამას ეწოლის მცდელობა დაფასებთ, მზიას უფლებადამცველები. რატომ ფიქრობთ ასე, რომ აუხსნათ, მეც მონოლოგში შევეცადე მოკლედ მე თქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომ ფიქრობთ ასე, რატომ ამ ფინალურ ეტაპზე შემოთავაზება მაინც და მაინც საზოგადოების ყურადღების მისაქცევად პროკურატურის მხრიდან, რა მოტივი შეიძლება კონდეს ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, რომ მსგავსი შეთავაზება და საქმის დასკვნით ეტაპზე გაკეთება, არ ვიცი, გუშინდელ პროცესზე გახსენებოდა. დიახ, რატო მიიჩნევს დაცვის მხარე და ზოგადად მზიაც, რომ ეს არის ერთგვარი ზეწოლის ფორმა. დაახლოებით 6 თვეა, რაც იმყოფება მზია ამაღლობელი საჩელახსოვლებით დაწესებულებაში და დამერწმუნეთ ეს დრო ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება, ასე 50 წელი თავისი ცხოვრების გაატარა აქტიურ სამუშაო პროცესში, ფაქტობრივად მას დღეს შეზღუდული აქვს ეს ასე ვთქვათ, აქტიური ცხოვრების რიტმი, შესაძლებლობა და ცხადია 6 თვე, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივი საჩელახსო დაწესებულებების გატარების შესაბამისად პროკურატურის მხრიდან გაჟღერებული პირობა, რომ ისინი მზად არიან გამოიჩინონ ჰუმანურობა, გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, მე სიმართლე გითხრათ, როგორც კი დასრულდა პროცესი, ჩემს კოლეგებთან შევეცადე, ვინც აქტიურად მუშაობს სისხლის სამართლის მიმართულებით, გადამემოწმებინა, რამდენად აქტიური პრაქტიკა არის, ასე ვთქვათ, პროკურატურის მხრიდან დასკვნით ეტაპზე საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე და არაერთმა ადვოკატმა დამიდასტურა, რომ მათ პრაქტიკაში ფაქტობრივად არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასკვნით ეტაპზე ესაუბრა პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე. საპროცესო შეთანხმების ზოგადი არსი არის ის, რომ ამ მისი დადების შესაძლებლობა სასამართლო ამოწმებს ხდომის არსებითი განხილვის თქვენი კოლეგის მსგავსი მოსაზრება წავიკითხეთ არსებითი ხდომის განხილვის პირველ ეტაპზე ხდება მისი შემოწმება, სასამართლო ამოწმებს ხო არ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმების დადების ასე ვთქვათ წინა პირობები ხომ არ არის და შემდგომ უკვე ეს ეტაპი არცეთ განხილვის პროცესში აღარ ხდება მისი შემოწმება, გადამოწმება. შესაბამისად, როდესაც პროკურატურამ გუშინ გააჟღერა, ძალიან სიმპტომატური იყო ეს სიმპტომატურად გვეჩვენა, ვინაიდან გუშინდელმა მოწვე, რომელიც დაიკითხა, ძალიან ასე ვთქვათ კვალიფიციურმა გამოცდილმა სამედიცინო დარგის ასე ვთქვათ წარმომადგენელმა ძალიან თანმიმდევრულად და ასე ვთქვათ მეცნიერულად ისაუბრა იმაზე, თუ რა არის ტკივილი, როგორ აღიქმება, როგორ იზომება, ის რომ პროკურატურას წარმოედგინა მხოლოდ ტკივილი, როგორც სუბიექტური შეფასება, პირობითად გიორგიან ლაშა იტყვის რაღაცა მეტყინა და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს დავაბრალოთ აბსოლუტურად ესე ვთქვათ აპოკალიფსური მოქმედების შესაძლებლობა, თურმე ასე არ ყოფილა. ცხადია, პროკურატურაც არ არის ასე ვთქვათ თანმიმდევრულია იმაში, როდესაც ის ხედავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ ასე ვთქვათ მოწმის სახით დაკითხული პირები საუბრობენ სწორედ იმ სამართლებრივ ნიუანსებზე, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის. ანუ სასამართლომ ამ ეტაპზე, როდესაც უკვე ჩვენ ამოვწურეთ ყველა მტკიცებულება, უნდა შეაფასოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე აღარ ვსაუბრობ იმ ასე ვთქვათ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადაც პოლიციელებმა აბსოლუტურად შეუთავსებელ გარემოებებზე ისაუბრეს და ბოლოს ასე ვთქვათ დავადგინეთ
რომ შეიძლება ეს არსებითად არც კი ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმეზე გავლენის მატარებელი, მაგრამ იქაც კი სადაც არ ჭირდებოდა პროკურატურას, ასე ვთქვათ, ცრუ მოწმით ჩვენებით შეეცადა გარკვეული გარემოებები გაემყარებინა, მე საუბარი მაქვს დაკავების, ასე ვთქვათ, პროცესზე, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბჟალავა საერთოდ არ არის ორმა პოლიციელმა დააკავა და ერთი ბჟალავა ამტკიცებდა, რომ ის იყო დამკავებელი, მე როდესაც მოხდა მტკიცებულებების შედარება და ვიდეო კადრების გაანალიზება, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არის ბჟალავა დამკავებელი. ამიტომ, როდესაც ამას ხედავს პროკურატურა, ცხადია საქმის ერთგვარი ასე ვთქვათ ბრწყალებში სისუსტე, რასაც ჩვენ პირველ ეტაპზე ვსაუბრობდით, რომ კვალიფიკაცია პოლიციელზე თავდასხმა ეს არ იყო ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე და ეს სწორედ უკავშირდებოდა მზია საქმიანობას, მის პროფესიულ ასე ვთქვათ მოღვაწეობას და შესაბამისად ცოტა ალბათ ობიექტური მიზეზების დადგენა გაუჭირდებოდა ბრალდებას მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ არაერთი პოლიტიკური განცხადება და ერთგვარი მონდომება, პოლიტიკური რაღაც მდგენელი ჩაერია ეგრევე ამ საქმეში, რომ რამენაირად მზიას ირგვლივ ეს რაღაც მოჯადოებული წრე შექმნილიყო. საზოგადოებრივი აზრი შექმნილიყო იმისათვის, რომ ეს წარმოჩენილიყო აბსოლუტურად ნეგატიურ რაღაც პერიოდში თითქოს და რაღაც ნებისმიერი ცუდი პიარით მოდი ასე ვთქვათ მუშაობს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ მე ყოველთვის საბოლოო ჯამში მაინც გადაწონა ყველა პროცესი სიმართლე თავის გზას, როგორც იტყვიან საქართველოში სამართალი ორმიდადისო, სწორედ ეს მოცემულობა გვაქვს, ხო 6 თვის თავზე სასამართლომაც რა თქმა უნდა პროკურატურამაც და საზოგადოებამაც დაინახა ის ობიექტური მოცემულობა, რაც ამ საქმეში ასე ვთქვათ არის და მე ყოველთვის ვსაუბრობ, რომ ალბათ ეს არის ის საქმე, სადაც ყველაფერი სიფრთხეზე დევს, არ არის რაიმე დასამალი, არ არის ის ასე ვთქვათ მტკიცებულებები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ვარაუდის დონეზე ვისაუბროთ და მე არაერთხელ მისაუბრია თქვენს ეთერით და სხვათა შორის ერთ-ერთმა მოწვე პოლიციელმა გამომძიებელმა, როგორც აღმოჩნდა ჩვენი ეთერით გაიგო ის გარემოება, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სილის გაწვნა არ ყოფილა, ეს მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ამას არ დავობთ სასამართლოში, ჩვენ დავობთ, რომ სილის გაწვნისთვის ადამიანი შეიძლება თუ არა დაისაჯოს 4-დან 7 წლამდე, ეს ერთი გარემოება და საერთოდ სილის გაწვნა არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, ამ განზომილებაზე არის საუბარი და არა იმაზე, რომ თურმე როგორც საზოგადოებაში იყო გარკვეულ ეტაპზე დომინირებდა აზრი, რომ თურმე ჩვენ და მზია ამტკიცებდა, რომ მას სილის გაწვნა ამას იყენებდა ძალიან კარგად პროპაგანდა, რომ და საბედნიეროდ ობიექტურმა მედიამ მქონია არაერთ ადამიანთან ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კამათი და ყოველთვის იმას ვამტკიცებ, ვცდილობ და ვამტკიცო ყოველ შემთხვევაში, რომ მზიასთან მიმართებით გამოძიების ინტერესს, რომ ის იმ მუხლით, რომელიც აქვს მისადაგებული ხომ მზიას საქმეს, ის არის შეუსაბამო და არაპროპორციული და ამასთან დაკავშირებით გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არაპროპორციული, ნახეთ, ესეც მინდა რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს. შეიძლება არსებობდეს დანაშაული, იგივე შემიძლია გითხრათ მაგალითად საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილება, როდესაც გარკვეულ დანაშაულურ იგივე მარიხუანასთან მიმართებით სასჯელის პროპორციაზე ისაუბრა. ეს სხვა ნაწილია პროპორციულობის მომენტი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საერთოდ სილის გაწვნა არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული და თავდასხმად არის თუ არა ეს მაკვალიფიცირებელი გარემოება. შეიძლება ჩემი იურიდიული ლექსიკონი ვერ წვდება რაღაც დეტალებს, სუსტად იგივე გულისხმობ რა თქმა უნდა, მარტივი ნიუანსები არის ამ საქმეში, ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება სილის გაწვნის არაძალისმიერი მეთოდით, ნახეთ არააქტიური ხელით, როგორც გუშინ ისაუბრა ექსპერტმა, სამედიცინო ექსპერტმა, ამასაც აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მარჯვენა ხელს უფრო აქტიურად ვიყენებთ, ეს უფრო გავრცელებული პრაქტიკა და მეთოდიკა, ვიდრე მარცხენა ხელს. შესაბამისად, დარტყმის ძალა, სიძლიერე, ეს თავისთავად გავლენას ახდენს იმის გათვალისწინებითაც, რომ მზიას ხელზე არაერთი და ასე ვთქვათ დაზიანება ქონდა, ეს სამედიცინო თვალსაზრისით არის დადგენილი და დადასტურებული. ამის გათვალისწინებით მის მიერ მოქნეული ხელის სიძლიერე ვერ იქნებოდა ისეთი, ასე ვთქვათ, იმ სიმძიმის, რომ მას შეიძლება გამოიწვია ტკივილი. ამ შემთხვევაში ეს სამედიცინო კუთხით იყო მნიშვნელოვანი და დავადგინეთ, რომ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, შეხებას, დარტყმას, ფიზიკურ, ასე ვთქვათ, კონტაქტს
რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჩვენ ცალსახად ვერ შევაფასებთ თავდასხმას. რატომ არის მეუღებელი პროკურატურის შეთავაზება? იცით საზოგადოებაში ახლა ამაზე მე არ მგონია რომ შემთხვევით იყოს შემოტანილი ეს თემა, ესეც ერთგვარი საზოგადოებრივი აზრის მომზადების რაღაც მომზადებისთვის გამოიყენებს ალბათ მათ შორის ხელისუფლება და ხელისუფლების მომხრეები ამ ფაქტს, რომ რაღაც ერთგვარი შეთავაზება რომელიც გააკეთა გუშინ ბრალდების მხარემ არ იქნა გამოყენებული დაცვის მხრიდან, ან იგივე მზიას მხრიდან, ან იმ ადამიანების მხრიდან ვერ იქნა სათანადო დახმული, რომელიც ამ ამბის მეორე მხარეს შევა. საზოგადოებას რომ ვუთხრათ, რომ გამომართოთ, კი, რა გვთავაზობს? პროკურატურა გვთავაზობს, რომ ვაღიაროთ დანაშაული. ანუ არარსებული ასე ვთქვათ ფაქტი, არარსებული დანაშაული ვაღიაროთ, ვთქვათ რომ კი ჩვენ დავესხეთ პოლიციას თავს და ჩვენი მიზანი პოლიციელზე თავდასხმის იყო ის, რომ ჩვენ გავლენა მოგვეხდინა მის პროფესიულ საქმიანობაზე, შური გვეძია, ნუ ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა უსასრულოა და შეიძლება კიდე გავაგრძელოთ და ჩვენ ასე ვთქვათ სახელმწიფოს ვთხოვოთ ჰუმანურობის გამოჩენა არ დაგვსაჯოს 4 წლით 5 წლით, 6-ით ან 7-ით და მოვითხოვოთ სასჯელის შემცირება. ან მისგან გათავისუფლება. ყოველ შემთხვევაში პროკურატურა არ ამბობს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ბრალი გარკვეულწილად არ შეესაბამება სამართლებრივ ასე ვთქვათ საქმეში არსებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, პროკურატურა გთხოვს ჩვენ ვაღიაროთ არარსებული დანაშაული, თავი ვცნოთ ამ ასე ვთქვათ წარდგენილ ბრალდებაში სრულად და დავეთანხმოთ. უბრალოდ მოვითხოვოთ ასე ვთქვათ სასჯელის შემსუბუქება. ცხადია, ახლა ჩვენ პირველი ეტაპიდან დღემდე ვსაუბრობთ იმაზე, რომ და თავისთავად მზიას პოზიციაც არის, რომ ეს სილის გაწვნა და მან დაკითხვის დროს ისაუბრა, ეს იყო ასე ვთქვათ ის პროცესი, რომელიც საერთოდ არ უკავშირდებოდა ასე ვთქვათ რაიმე ასე ვთქვათ ძალადობრივ ქმედებას. მისი მიზანი არ იყო პოლიციელზე თავდასხმა და თავდასხმის შეფასების კლასიფიკაციაში, ახლა იურისტები და იურიდიულ დოქტრინაში ძალიან მრცლად არის განშლილი და არაერთი სასამართლო პრაქტიკა არსებობს იმაზე, ისევ ჩვენ სასამართლოების მიერ დადგენილი, თუ რა შეიძლება შეფასდეს ძალადობად, რა შეიძლება შეფასდეს თავდასხმად და ის რაც შეიძლება პირობითად დანაშაულური ნიშნების ელემენტებს ფორმალურად ასე ვთქვათ შეიცავდეს, მაგრამ შინაარსობრივ ნაწილში არ შედიოდეს პროკურატურა კვლევის შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სისხლის სამართლის კოდექსის განსაზღვრული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. უფრო მარტივად რო ვთქვათ, პროკურატურა გთხოვს ვაღიაროთ ბრალი. ეს არის მთავარი პრობლემა და ასე ვთქვათ მიუღებელი ასე ვთქვათ მზიასთვის, ვინაიდან მზიას არც დაკავების დროს, არც პირველ ეტაპზე მისი შიმშილობის დროსაც ყველას კარგად გვახსოვს, ხო? იმიტომ არ შიმშილობდა, რომ მას ეთხოვა ხელისუფლებისთვის გარეთ გამოშვება. მისი პროტესტი და მისი ეს გამოხატვა და ქმედება ყოველთვის მიმართული იყო იმ უსამართლობაზე, რასაც ამ სისტემურ ჯაჭვში ყველა უწყება ჩადიოდა. მე ვფიქრობ, საპროცესო შეთანხმების შეთავაზების რამდენიმე ფაქტორია და პირველ ეტაპზე გეთანხმებით, რომ ეს იყო საზოგადოებრივი აზრის ასე ვთქვათ ფორმირებისთვის, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ხელისუფლების გარკვეული ორგანოები წარმოჩნდნენ თავისი ჰუმანური ქცევით უფრო დადებითად, რაც ცხადია ვერ გადაწონის იმ ასე ვთქვათ იმ დანაშაულებრივ პროცესებს, რაშიც ამ შემთხვევაში ყველა უწყება ჩართული იყო და მონაწილეობას იღებდა, ვინაიდან ჩვენ კარგად გვახსოვს მისი დაკავება შემდგომ აკვეთი ხელოვნების სახით პატიმრობის შეფარდება შემდგომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედების დაწყება და ტელეფონის ამოღება მოფიქრებული ასე ვთქვათ ცრუ გარემოებებზე და ყალბი ასე ვთქვათ მაგალითად ჩოთა ჩხაიძე ერთი დეტალი მინდა რასაც დავამატო და ყურადღება მინდა მიაქციო საზოგადოებამ, რასაც მე ვუკავშირებ ასე ვთქვათ ჩემი ვარაუდით, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ასე ვთქვათ საქმის წარმოებაში მიღება და კომუნიცირება ძალიან ბევრი მუხლია ასე ვთქვათ ჩამოთვლილი, რაც შეიძლება სავარაუდო დარღვევას უკავშირდებოდეს და შესაბამისად მე ვფიქრობ ხელისუფლებას მტკიცებულებების ნაწილში როგორ აქვს ბრალდებას საქმე გიორგი და ამავე დროს შოთა ჩხაიძე კი საუბრობდა გუშინ რომ მზიასთან მიმართებით ჩვენო უტყუარად დავადასტურეთო მისი ბრალეულობაო და აქედან გამომდინარეო
მივედითო ამ გადაწყვეტილებამდეო, მაგრამ რამდენად თქვენი მოლოდინი როგორ რა შეიძლება ამ ეტაპზე ვიდრე და საბოლოო ოთხი მტკიცებულება მე რასაც თulis ახლა მე რაც დავინახე ასე ვთქვათ პროკურატურა რასაც ეყრდნობა არის თვითონ გებუაძის ჩვენება სადაც ის დაბეჭდებით აცხადებს რომ დარტყმის დროს განიცადა ტკივილი და ქონდა სიცითლე ცხადია ახლა ტკივილი სუბიექტური შეფასების ელემენტია სხვა დანარჩენი მოწმეებმა ძირითადად ისაუბრეს იმაზე რომ ზამთრის პერიოდში ღამე ასე ნახევრად განათებულ გარემოში როგორ დაინახეს გაწეთლებული სახე დაახლოებით ნახევარ საათის განმავლობაში სხვა ასე ვთქვათ სხვა არსებითი მტკიცებულება მოდი საქმიდან რომ ამოვიდეთ უბრალოდ საქმეში არ არსებობს ის რომ სილის გაწვნა იყო ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ რომ არ არის უარყოფილი ფაქტი ამას არც არავინ უარყოფს არავინ არ გაქცევია ამ გარემოების ეს ვთქვათ შეფასებას კი საუბარი იყო სილის გაწვნაზე მაგრამ მხოლოდ პროკურატურა მხოლოდ ეყნობოდა იმას რომ ამან გამოიწვია გებუაძის ტკივილი ჩვენ გვჩებოდა რა ან უნდა დაგვეჯერებინათ გებუაძისთვის რომ მან ნამდვილად განიცადა ტკივილი და ეს ტკივილი ასე ვთქვათ ემოციურად უნდა გაგვეზიარებინა როგორც მოცემულობა მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ გავიზიარეთ ეს ჩვენება იმიტომაც იყო გუშინ სამედიცინო დარგის წარმომადგენელმა სხვათა შორის პროკურორი ძალიან დაინტერესდა იმითაც რომ სამომავლოდაცო შეიძლება ესეთი ის იყო ფრაზე გამოიყენა სამომავლოდ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში გამომადგესო თქვენი ჩვენებები და მოსაზრებები ტკივილთან დაკავშირებით და ექსპერტმა ძალიან მარტივად ახსნა რომ ტკივილი ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური მოვლენა ტკივილი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ განშტოება და განზომილება აქვს და როგორც ექსპერტმა თქვა და ასე ვთქვათ ჩვენს როგორც დაცვის მხარე ვიზიარებთ რომ გებუაძის ეს ჩვენება არის სიმულაციური ანუ მას ტკივილი არ განუცდია ინფორმაციას 2-3 წუთი გქვა გიორგი მინდა ესეც მოვასწრო ინკასოს თემა და საკითხი რომელიც ასევე წამოეწია ამ ყველაფერს ამ ამბავს ფინალურ ეტაპზე დღეს განსხვავებული მოსაზრება მოვიხსნით შემოსავლების სამსახურისგან, მათი განცხადებისგან, რომ გრაფიკს შეუდგენენ ბათუმელებს და ასე მოხდება ამ დავალიანების გადახდა. ამ ფაქტსაც, რა თქმა უნდა, მზიას კონტექსტში განიხილავს საზოგადოება კრიტიკული. თქვენ ამდენად მიიჩნევთ იგივეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოდით მზიას კონტექსტი უკავშირდება ბათუმელების საქმიანობას, ვიცით მედია ორგანიზაციის როლი, ჩართულობა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიუხედავად იმისა როლი ძალიან დიდი იყო ბათუმელების მიუხედავად იმისა რომ ზია არ არის ასე ვთქვათ აქტიურად დაკავშირებული ორგანიზაცია არის მედეგი სიცოცხლის უნარიანი და ის აგრძელებს საქმიანობას ეხლა რაც შეეხება ინკასოსთან დაკავშირებით ამ ნაწილში მინდა გითხრათ რომ მე პირველივე დღიდან ვარ ჩართული ამ პროცესებში გარკვეულ სამართლებრივ ასე ვთქვათ კონსულტაციებს გავდივართ და მე სიმართლე გითხრათ ძალიან დამეკვირდა შემოსავლების სამსახურის განცხადება რომ მოგმართონ და ვიფიქრებთ. ყადაღას ანუ ინკასოს დადებამდე დაახლოებით 4 ჯერ მიმართეთ ყველა პერიოდი შევთავაზეთ ანუ ასე ვთქვათ გრაფიკის ყველა შესაძლებლობა იმისა რა კარგი რო ასე დეტალურად იცით რა რესურსიც აქვს ბათუმელებს აქვე მინდა ვთქვა რომ ყადაღა ასე ვთქვათ ინკასო ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს მაინც არ გონია ასე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული პროცესი მე როგორც მაქვს ინფორმაცია ინკასო სანამ დაედებოდა ბათუმელების ანგარიშს მანამდე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან იყო კომუნიკაცია და მან თქვა და მან შეატყობინა ორგანიზაციას რომ აპირებდნენ ინკასოს თუ არ გადაიხდნიდნენ მერე დაიწყო დავალიანების შემცირებისკენ ასე ვთქვათ მუშაობა და რაც მნიშვნელოვანია ძირი თანხა ასე ვთქვათ სრულად გადაიხადა ორგანიზაცია და ის საურავი და ჯარიმა რაზეც არის ასე ვთქვათ დღეს საუბარი ეს არის მხოლოდ დარჩენილი და ეს ასე ვთქვათ მარტივად რო აღვხსნათ კანონიდან წარმოშობილი დავალიანება ეს არ უკავშირდება რაიმე გადასახადის გადახდას აქ საუბარია იმაზე რომ გადასახადი ქონდა გადასახდელი ორგანიზაციას რახან იმ პერიოდში ვერ გადაიხადა რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს ამაზე დაერიცხა საურავი და ჯარიმა ანუ ბიუჯეტმა უფრო მეტი სარგებელი ნახა ვიდრე დანაკარგი აქვე მინდა ისიც თქვა რომ ეს აღიარებული გადასახადო დავალიანება 1 ან 2 წლის წინ არ არის წარმოშობილი დაახლოებით მე როგორც ვიცი 2013 წლიდან არის ამაზე საუბარი და შემოსავლების სამსახური მუდმივად ითვალისწინებდა იმ გარემოებას რომ ორგანიზაცია საშუალებებთან მიმართებით ყოველთვიურად ამცირებდა ამ დავალიანებას. ეხლა მეორე მნიშვნელოვანი მთავარი რატომ არის
დისკრიმინაციული მიდგომა ხო შემოსავლების სამსახურის მხრიდან. სხვა მედია ორგანიზაციები, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია ათეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, თუ ეს ავტომატური პროგრამა, ასე ვთქვათ, ასე აგენერირებს, მე არ მგონია 300,000 ლარზე. ძირითადი შინაარსი ეს იყო დღევანდელი განცხადებით. 18-15 მილიონს ვერ ხედავთ ეს პროგრამა და რა თქმა უნდა მე არა ვარ მომხრე იმაზე რომ მედია საშუალებებზე ხა პირდაპირ ინკასოზე იყო საუბარი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე რომ თანაბარი მიდგომა უნდა იყოს ყველა მედია საშუალებაზე და ორგანიზაცია რომელიც იხდის დავალიებას აჩენს ეჭვებს ბუნებრივია და დისკრიმინაციულად წარმოჩინდება ხოლმე. ხო, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმ საჯარო შეთავაზებას რა თქმა უნდა კანონით განსაზღვრულს აქ კიდე ხაზი მინდა გავუსვა ის რომ ეს არ არის ვინმეს კეთილინება, ეს არის კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, რომელსაც ორგანიზაცია ცდილობდა გუშინდელ დღემდე რომ გამოეყენებინა. და აქ საუბარი იყო გრაფიკზე, საგადასახადო შეთანხმებაზეც და იმ შესაძლებლობაზე რომ ეს გადახდის პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად მორგებული ორგანიზაციას. მადლობა ძალიან დიდი. გიორგი ხიმშიაშვილი ადვოკატი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ვაგრძელებთ გადაცემას. არ ახალია რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად ითვლებოდა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილით მტკიცედ უჭერდა მხარს, დღეს სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო მეტად აღზრავს ეჭვებს და ასავლელი პარტნიორების განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. საუბარი არა მხოლოდ რიტორიკაზე, არამედ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება საპასუხოდ გატარდეს საქართველოსთან მიმართებაში. ერთ-ერთია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალებას აძლევს და ამავე დროს არის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები და მნიშვნელოვანი მიღწევა. ალბათ არავის ჭირდება იმის დეტალური ახსნა, რომ ეს არ არის მხოლოდ პრივილეგია, ეს არის ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სიმბოლო, ეკონომიკური საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა ამასთანავე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირად გვესმის კითხვა, არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს და არსებობს თუ არა ამის რეალური საშიშროება. იურიდიულად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არსებობს და ის ამოქმედება მაშინ, როდესაც ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ქვეყანა აღარ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელთა საფუძველზეც მიიღო ეს სტატუსი. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ მიგრაციული ნაკადების მართვა, არამედ დემოკრატიული სტანდარტების კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა. სწორედ ამ უკანასკნელ პუნქტებში აფიქსირებენ ევროკავშირის წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემებს. ახლა მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდ სცენარში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკი თუ რეალობად იქცა, რა შედეგები ექნება მას საქართველოსთვის და რა არის გამოსავალი, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტუმრებთან ერთად. გადაცემის მიმდინარეობისას ვიწყებთ სამოქალაქო პოზიციით. ციალა ქათამიძე, სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი არის ჩვენი სტუმარი. ციალა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის. მესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ციალა, ერთგვარი შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს დღეს გაზაფხულის სეზონის, მიმდინარე სატელევიზიო სეზონის, მათ შორის იმ პროცესების, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. დავიწყოთ სამოქალაქო პროტესტით, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ნახეთ და ვხედავთ საქართველოში. თქვენი აზრით, რამდენად აღიქვამს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების პროტესტ და ევროპელი პარტნიორების გაფრთხილებებს, რომელიც ძალიან ბევრი მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში ამავე დროს. რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მათ მიმართ და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი ხელისუფლების პოზიციაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა. რეალურად ძალიან დიდი ხანია განსაკუთრებით ბოლო ორი წელია ხელისუფლებას, როგორც კოლექტიურად, ასე ინდივიდუალურად, პირადად მე როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჩემი როგორც წარმომადგენლის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხმა, გულის ტკივილი არათუ მაჯის თემაზე ხელი არ უდევს, არამედ არ ესმის. არ ესმის და უფრო მეტიც გვიძახიან, რომ ვართ
ამ ქვეყნის მტრები, აგენტები წარმოადგენთ სხვა ადრე ამბობდნენ პარტნიორი ქვეყნების ამ შემთხვევაში წარმომადგენლებს და აგენტებს, რატომ არისო შეურაცხყოფელი ეს ფრაზა ოპმაში გვეუბნებოდნენ, დღეს უკვე ღიად ამბობენ, რომ ვასრულებთ სხვა ადამიანების, სხვა ქვეყნების და ეს შემდეგ დავალებებს, რაც ძალიან კარგად იციან მათაც, რომ არის ტყუილი, იციან როგორც კოლექტიურად აქვთ ეგ ცოდნა და გამოცდილება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სხვა სექტორებთან, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რამ უკეთებიათ საზოგადოებისთვის, ესეც კარგად იციან და ინდივიდუალურადაც ძალიან კარგად იციან, პერსონალურ დონეზე თუ ორგანიზაციულ დონეზე. რეალურად ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, აი რა ვიცი. არა მარტო საქართველოში. არ უნდა გავხედოთ, გადავხედოთ რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევა, თუმცა ჩვენ, რა ვიცი ხა, ჩვენ რა ცნობიერად გვახსოვს რაღაცა რეალური ფაქტები თუ ისტორიული ქარტეხილები, ასევე ჩვენი მშობლებისგან რაც გაგვიგია, ჩემი აზრით, ყველაზე რთული დროა, იმიტომ რომ, რა ვიცი, ხა ჩვენ რაც შეიძლება უცებ გაგვახსენდეს, არის 2008 წელი და ყველას, რა ვიცი, ახსოვს თქვენი ორდღიანი, ხო? რაღაცა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც თქვენ როგორც ერთ ინდივიდს გადაგხდათ, როდესაც მთლიანად იზოლირებული იყო რაღაცა ფოთის რაღაცა ნაწილი და დანარჩენ საქართველოსაც მიუხედავად იმისა, რა ქარტეხილებიც გამოიარა ომის ქარცეთში მყოფმა ადამიანებმა, ვისაც არ გამოუვლია იმისთვისაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო, თუმცა ჩემი აზრით არანაკლებ კი არა, ამაზე რთულ დროს ვდგავართ, ეხა რთული გამოწვევების, იმიტომ რომ რეალურად რაც კი გვიკეთებია, გვიშრომია, გვიღვაწია, ინდივიდუალურად და კოლექტიურად, როგორც საზოგადოებას, რაც კი, რა ვიცი, ჩაგვიდებია ყველა ამ სფეროში, არის საფრთხის წინაშე, ხო? ამაზე ეს რეალურია ეს საფრთხე, აი ვიზა ლიბერალიზაცია ერთგვარი რაღაც ნაკრები გამოდის იმ ყველა ნაბიჯის, იმ შრომის რაღაცნაირად კომპენსირდებოდა ამ თავისუფალ გადაადგილებაში, ხო, ერთგვარი რაღაცა ეს ისეთ ფაქტობრივ შეფასებისგან რომ დავცალოთ სრულად, იმიტომ რომ, რა ვიცი, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჯერ საუბრობდნენ იმაზე, რომ მივდივართ ღირსებით ევროპისკენ, მერე გვითხრეს, რომ ეს ღირსება უნდა შევინარჩუნოთ და შესაბამისად უნდა დისტანცირდეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომელსაც რაღაცა თითქოს და რაღაცა მასონური გავლენები მართავენ, მერე გვითხრეს, რომ არა, ერთადერთი ესეთი ადგილი, წმინდა ადგილი, რომელიც ებრძვის თელს დედამიწაზე გამეფებულ ბოროტებას არის საქართველოში და ამ საქართველოშიც თურმე ქართულ ოცნებას აქვს პრივილეგია ამ ერთადერთ ჭეშმარიტებაზე და დონალდ ტრამპიც იგივე სიმეორებს სოციალურად გვეუბნება ახლა დონალდ ტრამპის ამ შემთხვევაში ებრძვის ზუსტად იმ deep states ებრძვის დონალდ ტრამპი, რაც შინაარსობრივად ქართული ოცნება წარმოადგენს. ის მისი პოლიტიკური წამსი არის ის, რომ არა, მას გაცხადებული აქვს, რომ ბიუროკრატია, გავლენები ხელისუფლების, რომელიც ერევა საზოგადოების სხვადასხვა ტიპის სივრცეებში და ხელს უშლის საზოგადოებას განვითარებისთვის, სწორედ ამას უწოდებს თავის საარჩევნო თუ არასაარჩევნო პროგრამაში დონალდ ტრამპი. მე ამის შეფასებას ვერ დავიწყებ, უბრალოდ ეს არის უტრირება რეალური ამ ამბებისა და რეალურად ჩვენ, ანუ ფაქტობრივი ამბებისგან რომ დავცალოთ მეთქი შინაარსობრივად, უბრალოდ, რა ვიცი, ჩვენ არა თუ ევროკავშირს, ვიზა ლიბერალიზაციას, დასავლურ კულტურას ვშორდებით, არა ინსტიტუციებს ან რაიმე ტიპის რაღაცა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ამ ამბავზე დგას, არამედ შინაარსობრივ ნაწილზე, იმიტომ რომ რეალურად, რა ვიცი, აი კაცობრიობის მთავარი მიზანი ყოველთვის, რა ვიცი, აი მთელი მისი, რა ვიცი, ბერძნული კულტურიდან დაწყებული დღემდე იყო ინდივიდის და ადამიანის კეთილდღეობა, რომელიც პრაქტიკაში, რეალობაში შესაძლებელი თელს, რა ვიცი, საზოგადოებას დაანახა, რომ შესაძლებელი გახდა დასავლურ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაქვს ესეთი კითხვა, ანუ შეფასებისგანაც რომ, რა ვიცი, დავცალოთ ეგ ამბავი, დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, რა ვიცი, გვაძლევს თუ არა ამ კითხვაზე პასუხის შესაძლებლობას ჩვენთან.
ერთი ადამიანის კეთილდღეობა არის თუ არა მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელსაც სათავეში უდგას ქართული ოცნება. აი, ჩვენი შემდგომი სტუმარი არის ბატონი დავითი და ეს კითხვა მექნება, მართლა არის თუ არა დღეს ქართული სახელმწიფო ორიენტირებული ერთი ადამიანის კეთილდღეობაზე, ადამიანთა ჯგუფების კეთილდღეობაზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელი აი საინფორმაციო ველი, თუნდაც მათი პროპაგანდისტული საინფორმაციო ველი არის დაკავებული და სრულად მოცული იმითი, ვინ როგორ დააჯარიმეს, ვინ როგორ დააკავეს, ვინ როგორ, რა ვიცი, დაუბრუნდეთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების ალბათობას. ციალა, რა შეიძლება ამ დროს იყოს სამოქალაქო მოძრაობის, სამოქალაქო პროტესტის, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი მოქმედების, არ ვიცი, რა შეიძლება მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებამ, რა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას. რიგი სახელმწიფოები, ისე იგივე ევროკავშირში ხომ ამბობენ, რომ ამით შეიძლება ისევ ქართული ხალხი დაზარალდეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ არის ეგზისტენციური საკითხიო და აქედან გამომდინარე, ასე ტრაგიკულად განვიცდითო, ხო? გუშინ ასევე ინტერვიუში მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთო ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა ძალიან ბევრ მუშახელსაც კარგავთო ადამიანებმა მარტივად ემიგრაციაში წავიდნენ მარტივად. აი რა შეიძლება იყოს ასე დროს სამოქალაქო საზოგადოების როლი? წლების განმავლობაში თავი რომ დავანებოთ 2012 წელს და იმ წინასაარჩევნო დაპირებებს, წლების განმავლობაში ბოლო რამოდენიმე წელიწადს თუ არ ჩავთვლით ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი საამაყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის და პოზიციონირების იყო, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ და ასოცირების ხელშეკრულების ნაწილში ხელი მოეწერა მათ დროს და მათი სიამაყის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიც იდგა ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილზე და წლების განმავლობაში მთელი საჯარო სისტემა, საჯარო სექტორი იყო ორიენტირებული, რომ ასოცირების ხელშეკრულების დამხმარე მთელი პორტფელი, რომელსაც წლის დასაწყისში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ყველა უწყება, ყველა სამინისტრო აკეთებდა სამოქმედო გეგმას ასოცირების ხელშეკრულების სტანდარტებთან დაახლოებასთან და ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე, აი რავი, ტომობით ინფორმაციას აწვდიდა თავის პარტნიორებს, მათ შორის საზოგადოებასაც ინფორმაციას, რა გაკეთდა მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ყველა ტიპის სექტორში, როგორ მიდიოდა სხვადასხვა ტიპის წინსვლა და ესე შემდეგ და ამას ესე პოზიციონირებდნენ. რა ვიცი, მე მგონია, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც 2012 წელს ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გაუფორმა და ესე გაფორმდა, იმიტომ რომ არჩევნები არის ერთგვარი რაღაცა შეთანხმება საზოგადოებასა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელ პარტიას ამ შემთხვევაში, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, კოალიცია იყო ამ შემთხვევაში, რეალურად გაუქმებულია, იმიტომ რომ ყველა ის დაპირება, ყველა ის საკითხი, რომ ავიღოთ 2012-ის, 2016-ის, თუნდაც 2020 წლის დაპირებები და სამოქმედო გეგმები, რომლითაც ქართული ოცნება საზოგადოების წინაშე გამოდიოდა და დაპირებებს იძლეოდა, ყველა სფეროში არის უკუსვლა. მიტაცებულია ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რა ვიცი, შეიძლება ზოგიერთი აი ჩვენი შემდგომი სტუმარიც არ დამეთანხმოს ამ ნაწილში, მაგრამ აი მეორე ნაწილში დავსვამ კითხვებს. მედიის მდგომარეობა, ამ მდგომარეობაშია სამოქალაქო სექტორი, დავიწყოთ რუსული კანონის მიღებიდან ფარას და სხვა მომიჯნავე, იმიტომ რომ ყველა სივრცე დაუხშეს სამოქალაქო ორგანიზაციებს არსებობისთვის. პოლიტიკური სპექტრი, რა ვიცი, ფაქტია, რომ ადამიანები ასხედან ციხეში ამ კონკრეტულ ნაწილში, რა ვიცი, კულტურა, სადაც სივრცე აღარ დარჩა, სადაც ადამიანებს ექნება შესაძლებლობა ოდნავ განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს, რაც აქ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ესე შემდეგ, სასამართლო პოლიცია არაერთხელ გვისაუბრია იმ კონკრეტულ მაგალითებზე, როგორ ორკესტრირებულად ფუნქციონირებს სასამართლო პოლიცია და პროკურატურა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში და ციხეები
ბოლო მთავარი კოზირი, რომელიც ქონდა ქართულ ოცნებას, რაც დამარხეს გაჩიაშოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხა, მთავარი კოზირი ქონდათ, ხო? ბოლოს იმას ამბობდნენ, რომ აი ციხეების ნაწილში ჩვენ წინა ხელისუფლებასთან შედარებით უკეთ, ანუ დღისით ესე მზისით თუ ღამე არ ვიცი, აღარ ვიცი ეგ დეტალი, ადამიანი, რომელიც წესით და რიგით უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს დაცვის ქვეშ ციხეში იყო, მივიდნენ თავს დაესწრნენ, როცა თან საუბრობთ, ანუ ჩვენ ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ არსად საქართველოს მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ეს იქნება. დანაირად იჭხობა, მე ვარ პასუხისმგებელი, ან თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ ნაწილზე. შეუძლებელია მე მუშაობდი ისეთ სახალხო დამცველის აპარატში, სადაც მქონდა შეხება პენტენციურ დაწურსებულებასთან და წარმოუდგენელია ესე სასტიკად ამდენი ხნის განმავლობაში ბადრაგის ან პენტენციალური წარმომადგენლის თვალს მიღმა დარჩენილიყო რაიმე ტიპის გაუგებრობა თუ პატი მარსაც გააჩნია. თავარი რაც შეგვიძლია კითხვა თქვენი იყო ის რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოება. არ ვიცი 200 მე რამდენი დღეა ფიზიკურად არ ვიცი. ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებას გავაგონოთ ჩვენი ხმა, ის ჩვენი გულის ტკივილი ყო სხვა არაფერზე რო აღარ ვილაპარაკოთ, მოვასმენინოთ, გავაგონოთ. მათი მხრიდან არის ირონია, დაცინვა, აბუჩა დაგდება, მიუხედავად იმისა, იცნობენ, არ იცნობენ კონკრეტულ ადამიანებს, სიმართლეს ამბობენ მათ შესახებ თუ არ ამბობენ. თავარი რაც არის, ალბათ არის წინააღმდეგობა და სოლიდარობა ერთმანეთის. 2 წუთი გვაქვს ზუსტად და აუცილებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გკითხოთ და ოპოზიციის დაპირისპირებაზე. თქვენ დღეს არ ხართ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ძალიან კარგად იცნობთ მათ შორის პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობას საქართველოში, მათ მუშაობას, შესაბამისად იცით მათი შესაძლებლობებიც განსაკუთრებით აჭარის ნაწილში და მათი თანამშრომლობის რაღაც გამოცდილებაც გვაქვს აჭარის მაგალითზე, ხო? არა მარტო აჭარის მაგალითზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. როგორ მიგაჩნიათ ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ნაწილის ბოიკოტი? აი, ამ ნაწილში რა სიტყოდით? ჩემი აზრით დაახლოებით 1 წლის წინ რომ დაწყებულიყო არა მხოლოდ საუბარი, არამედ რეალური მოქმედება იმასთან მიმართებაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამხდარიყო მთავარი ადგილი იმ დაპირისპირებისა, რომელიც რეალურად არსებობს დანარჩენ საქართველოს და ქართულ ოცნებას შორის, მათ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები თვითონ გვაქციეს ამ მხარეთ, ანუ ეს არ ყოფილა აქეთ ამ მხარის არჩევანი, იმიტომ რომ დაიწყეს სამოქალაქო ორგანიზაციებით, მე მიადგინეთ პოლიტიკურ პარტიებს. შესაძლებელია ყოფილიყო ეს ერთ-ერთი გზა გამოსავალი იმ ჩიხური ვითარებიდან, რის წინაშეც და რა მდგომარეობაშიც ვართ. თუმცა დღეს როცა არ გვაქვს პასუხი, მე მაგალითად არ მაქვს პასუხი იმაზე, იგივე ფურცლით იქნება თუ არა ის არჩევნები, რომელიც იქნება ოქტომბერში. ასევე რამდენად შევძლებთ იმ რისკების დაზღვევას, რომლის იდენტიფიცირებაც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, შემდგომაც ვერ რაღაცა თვეები დაჭირდა. მე ვფიქრობ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ოქტომბრის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ არ არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადალახავს ქართული ოცნების წარმომადგენლები ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, ეს იქნება დაშინება, შანტაჟი, სხვადასხვა ტიპის რეალურად წინა არჩევნების მთავარი ერთ-ერთი ალბათ რაც გამაერთიანებელი რა მეთოდსაც იყენებდა ქართული ოცნება იყო ის, რომ საზოგადოების ყველა წევრს საკუთარი გასაღები მოარგეს, ყველა საჭიროება, რომელიც ჰქონდა, არა სახელმწიფომ გადაწყვიტა ეს საჭიროებები, ეს იქნებოდა, რა ვიცი, დაზღვევა, მართვის მოწმობის რაღაცა ტიპის ამბები, იმიტომ რომ ასეთი кейსები ეს ინდივიდუალურად ჩემს სამეზობლოშიც კი იყო, ესე მიადგნენ და ესე ხმები ესე იყიდეს. რა უქნათ, არა უშავს. ნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი. ციალა ქათამიძე იყო ჩვენი სტუმარი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი, მადლობა მას. ბოლო დღეებში ევროპელი პოლიტიკოსები გზავნილებმა, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით უკიდურესად კრიტიკული შინაარსისაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ღია დაპირისპირება გამოიწვია. მართველი გუნდი ამ გზავნილებს აღიქვამს არა როგორც პარტნიორული რჩევები, არამედ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედი ხელისუფლების ცვლილებას. საუბარია ვიზა ლიბერალიზაციის
გუნდის შესაძლო შეჩერებაზე პროცესზე, რომელიც დღემდე მოქალაქეებისთვის ევროკავშირში გადაადგილების მნიშვნელოვან მიღწევად ითვლებოდა. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის წამოწევა არა რეალურ მიზეზებზე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს. ქართული ოცნების წევრები აღნიშნავენ, რომ გარკვეული დასავლური ძალები, მათ შორის Deep State, ამჯერად უკვე ევროპელი ბიუროკრატების გავლენით ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. მართველი გუნდის შეფასებით საფრთხე დროთა განმავლობაში არ მცირდება, პირიქით, მათი თქმით ის უფრო მეტად მძაფრდება და ეჭქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს. საპასუხოდ ოპოზიციური სპექტრი სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას თავაზობს. საზოგადოებას ისინი ეჭქვეშ აყენებენ მთავრობის განცხადებებს, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ არსებობს ომის საფრთხე და ამტკიცებენ, რომ ევროპელი პარტნიორები არ მოქმედებენ საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად, არამედ პირიქით დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას ცდილობენ. მართველი გუნდის პოზიცია, როგორც უკვე გითხარით, უცვლელია, მათი თქმით, ქვეყანა წლების განმავლობაში უმკლავდება გარე და შიდა ძალების ზეწოლას, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ცარიელი სპეკულაციაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი სიკეთეა მოქალაქეებისთვის, ამ სისტემას ერთი სერიოზული უარყოფითი მხარეც აქვს. მიგრაციის ახალისება, ასეთია ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რა ეფექტი შეიძლება კონდეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კუთხით და ზოგადად ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად. დავით ბაციკაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შემოგვიერთდა ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, თქვენი დროისთვის. კი ბატონო. ბატონო დავით, დავიწყოთ იმ ბოლო მოვლენებით და პროცესებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მართველი გუნდი ევროკავშირიდან გამოხმაურებებს, როგორც ჩემს მონოლოგშიც მოკლედ აღვნიშნე, აფასებს როგორც ჩანდეს. რა მიანიშნებს თქვენთვის, რომ ეს გზავნილები არ წარმოადგენს პარტნიორულ კრიტიკას, არამედ მიზანმიმართული ზეწოლის მცდელობაა და ამ ფონზე რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთან მიმართებით? მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ რატომ არის ეს შანტაჟი, პრემიერმაც გარკვევით ახსნა და მაგალითი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოლდოვის და ჩვენი, მოკლედ, ქვეყანა, რომელშიც კორუფცია უმაღლეს დონეზეა, ქვეყანა, რომელიც DSC წევრი ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს არც ერთი თავისუფალი ტელევიზია, მხოლოდ სამთავრობო არხებია. ქვეყანა, სადაც გაუქმებულია პოლიტიკური პარტიები და ლამის ოპოზიცია აღარ ყავს, აი ამ ქვეყანასთან იწყებენ მოლაპარაკებების გახსნას და ევროკავშირთან უფრო აქტიურ, თქვათ, მიღებას ფიქრობენ მოლდოვის. ხოლო ქვეყანა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს კვლევებითაც კი ბევრად უფრო მწვანეა ვიდრე მოლდოვა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე პრობლემები გვიდგას და ეს პრობლემები არის ის, რომ უნდა გავაუქმოთ კანონები და თუ კი ამ კანონებს ჩვენ არ გავაუქმებთ, მაშინ ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციას შეგვიჩერებთ. რაც შეეხება კანონების გაუქმებას და ამ თემებზე მინდა საუბარი. დღეს გუშინ წინ, როდესაც ეს გავრცელდა, აქტიურად ვადევნებდა თავისთავად სოციალურ ქსელს, სხვა მედიების გაშუქებას და თავიდან მედიები ცდილობდნენ, რომ არ გაეშუქებინათ და მხოლოდ ძალიან მარტივად მოკლედ ამბობდნენ, რომ თურმე მოგთხოვეს მიღებული კანონების გაუქმება და სოციალურ ქსელში უმრავლესობას ოპოზიციიდან იქნება ეს თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ისინი ვინც ასე ვთქვათ მდიდარი ენჯოები დავარქვათ თუ რა ვიცი, რევოლუციონერები და რა ვიცი, ჩtildeოვანი მთავრობა, რომელსაც ქმნიდნენ ისინი და აპირებდნენ, რომ შეექმნათ. მათ გვერდებზე არაფერს არ ამბობდნენ, მხოლოდ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, მიღებულ კანონებთან დაკავშირებით. იგივე სიტყვას ახლაც ევროპელი პოლიტიკოსების არა, ბოლო განცხადებაზე მაქვს საუბარი, ბოლო განცხადება. კი ბატონო. რომელ კანონზეა საუბარი ძალიან მოკლედ, ისე დავიწყოთ. ფარას ზუსტი ასლი, რომელიც არა ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. არ არის ზუსტი ასლიო, თქვენი ოპონენტები, მათ შორის საქართველოს გიმტკიცებენ ბატონო. კარგი, ახლა მაგას შევეშვათ ახლა. ფარა ზუსტი ასლი, ის რაც შეიძლება რაც ეპატება იუპიტერს, არ ეპატება ხარსო, ასე გამოუვდით. ამ შემთხვევაში
კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ოჯახისა და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთო და იქვე გაუქმებასთან ერთად ცალსახად და თეთრი ჩავზე უწერიათ, რომ მიიღეთ ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც თქვენ დაიცავთ უმცირესობების უფლებებს, რის გარეშეც თქვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდებით. რა თქმა უნდა, მე მიდიოდა ქილიკი, როცა ამაზე პრემიერმა პასუხი გასცა, აკდა ქილიკი იქ ტერმინებზე გამოეკიდნენ პრემიერს და მინდა თქვა, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე როგორც ძალიან კარგი იურისტი, ტერმინებსაც ძალიან კარგად ფლობს და იცის ტერმინებს ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, ეგზისტენცია არის ლათინური სიტყვა და არსებობას ნიშნავს. ეგზისტენციალიზმი საერთოდ არის ფილოსოფიური მოზღრება და ახლა ამაზე აღარ შევალ და ამაზე დაცინოდნენ გვერდიდან გვერდზე გადაქონათ და რაღაც 1000 ქილიკი აღწევდა და სვამე საკითხს ასე რომ თურმე ჩვენთვის თავარი რაც არის, რაც გვესმის ტელევიზიიდან ახლა არ მე თქვენ კი არ გაბრალებთ რამეს, მაგრამ როცა თქვენ შეკითხვას უსვამთ ჩემს წინა გამომსვლეს, ეუბნებოდით რომ თურმე ხარა, შეკითხვა და მე თურმე თავარი საფრთხე რაც არის ამ ქვეყნისთვის და ესაა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. არ არის საფრთხე ბატონ დავით? ძალიან ცუდია თუ კი ვიზა ლიბერალიზაციას შეგვიჩერებენ იმის გამო, რომ ჩვენ იმ კანონი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში კანონია, ჩვეულებრივი და არავინ დავასრულებ. ხო არ არის პოზიტიური დავასრულებ, ვამბობ, მინდა მაგით. თუ კი ჩვენ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონია და დემოკრატიის, რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს ასე იყო 200 წლის წინაც, როდესაც ევროპა მართლა ძალიან ბნელში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებოდა იმ დემოკრატიის პრინციპების ყველაზე მეტად, რა ქვია, განვითარება. მასთან ჰქონდათ რაღაც პრობლემა, ამაზე არ დავიწყე საუბარს. თურმე უნდა გავაუქმოთ კანონი, რომელშიც არაფერი არ არის უმცირესობების საწინააღმდეგო. კანონი, რომელიც არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, მომავალი თაობა, რომ არ იყოს პროპაგანდა სკოლაში, ბაღში, რა ვიცი, კი ბატონო, ქუჩაში, ტელევიზიით, რომ არ მოახდინოს ვიღაცებმა ესქესიანთა პროპაგანდის პროპაგანდა. ამის გაუქმება და თუ კი ჩემთვის საფრთხე ხედავდით რეალურად ბატონ დავით ყოველთვის ჩემთვის რაღაც ობიექტური მოცემულობიდან უნდა გამომდინარეობდეს. როდესაც საუბრობთ რომ დაახლოებით 2009 წლიდან იწყება ეს ყველაფერი, ეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდი რო იყო, აი იმ პერიოდში დაიწყო აქტიურად დემოკრატების ხელისუფლება, რომელიც ადმინისტრაციები, რომლებიც იყო ამ შემთხვევაში ამერიკაში, იმ პერიოდის და ევროპაშიც იწყება ის სიგიჟე, რა სიგიჟეც დღეს ევროპას ჭირს ამ ერთსქესიანთან დაკავშირებით და ამ სქესის რაღაც გენდერული თანასწორობის და 1000 რაღაც სიგიჟის, რომელსაც თანასწორობა არ არის სიგიჟე. ხო, ახლა მაგაზეც ვერ შევთანხმდებით ჩვენ, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ მეთქი, რომ თურმე ბიოლოგიურად, რა ვიცი, ბუნებისგან, ღმერთისგან დაბადებული ადამიანი, კაცი შეიძლება უცებ აღმოჩნდეს ქალი, იმიტომ რომ მან ასე აღიქვა, ეს რო სიგიჟეა და ეს რომ ნორმალური არაა, ამას დღეს რატომღაც უცებ ჩვენ ამას ვამბობთ. ამას იგივეს ამბობს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებაც და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ეს საფრთხეები გვიდგას და ამას გთხოვენ. რატომ არ იხსენებენ ჩვენი ოპონენტები წინა ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის განკარგულებას და მის ინტერვიუს ერთ-ერთ სადაც ამბობს რომ ის სახელმწიფოები, ის ხელისუფლებები, რომელიც ამ დღის წესრიგს შეეწინააღმდეგება, ძალიან შავ დღეში ჩავარდებიან და პირდაპირ ითხოვდნენ რომ ეს დღის წესრიგით ამ თავარი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო LGBT დღის წესრიგი ყველა სახელმწიფოსთვის. თორე ისინი ვერ იქნებოდნენ თანამედროვე რა ქვია დასავლური ცივილიზაციის მომხრე. რაზეა ლაპარაკი ახლა მაგაზე გადასული რა თქმა უნდა და გამიჯნოთ ყველას უფლება, ძალადობა. აი სად ჩანს ძალადობა იმასთან დაკავშირებით? თუ კი მე ვამბობ ძალადობა ამ თემაზე, მათ შორის ქვეყნის თავდამსირზე სამუდამო მოძალადეებთან გამაიგივებს, როცა მე არა თქვენ არა ზოგადად ვამბობ. სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ამ შემთხვევაში
ამ ხელისუფლების პირობებში, ამ სასამართლოს რომლის გუშინ ზუსტად ადამიანს, ვინც სააპელაციო მათ შორის სააპელაციო. სხვა რამეზე ვამბობ მე. რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ქორწინება და LGBTQ დღის ეს რიგი ჩემთვის არ ვიხმან სიტყვა ეგზისტენციას, არსებობას ნიშნავს ლათინურად გეტყვით, ჩემთვის როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ, ისევე ეთნიკურ საფრთხეს წარმოადგენს. არსებობის საფრთხეს წარმოადგენს. არ ვიცი, მე არ ვხედავ. მე ასე ვხედავ. ადამიანების ნაწილი ვერ ვხედავ. მე ასე ვხედავ. მე ასე ვხედავ. ვიზა ლიბერალიზაციის თემას რო დაუბრუნდეთ ბატონ და მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ ეს ჩემთვის უფრო დიდი საფრთხეა და ამას აღვიქვამთ საფრთხედ და ვფიქრობ რომ ჩემი იდენტობა განადგურდება როგორც კულტურული, როგორც ეთნიკური, როგორც არ ვიცი ბატონო და არავინ არ დაგვდევს ახლა ჩვენ მე ფაქტი მოგიყვანეთ ის იმიტომ მოგიყვანეთ რომ გვეუბნებიან პირდაპირ რომ შეცვალეთ და მიიღეთ ეს კანონებიო და ამ კანონების მიღება და ამის პროპაგანდა ჩემის როგორც ვამბობ კულტურული, რელიგიური და ამ შემთხვევაში ეთნიკური არსებობას შეწყვეტს. ადამიანები არ გავავდები, ისედაც პრობლემა აქვს გავრავლების ქართველებს, მაგრამ სხვა რამას მეუბნებით რომ არავინ არ გხოს რომ მოგიყვანეთ ბლინკენის გადაწყვეტილება, მოგიყვანეთ ახლა თქვენ თვითონ თქვით რომ წერილი რომელიც გამოიგზავნეთ და საპირწონეზე დაგვიდეს ან ვიზა ლიბერალიზაცია ან აუქმებთ იმ კანონებს რომელიც ჩემს ახალგაზრდობას, ჩემს მომავალს იცავს იმის ამ უბედური დღის წესრიგისგან და გეუბნებით რომ ბლინკენის და ესენი ამას როცა ვამბობდით საქილიკო თემატი იყენებთ და ვფიქრობთ რომ არაა თქვენ. გასაგებია რომ თქვენთვის საფრთხე არაა. შეიძლება, არ ვიცი, შენზე არ ვამბობ ვიღაცაზე. შეიძლება თქვენთვისაც არაა, სულისიც არა, მაგრამ ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ზაზე დიდი უმრავლესობისთვის ეს საფრთხეა. საფრთხეა, რომელიც აწუხებს მნიშვნელოვანია თქვენი საინტერესო ალბათ ზოგი ხმით რაც თავარია კიდე ყველაფერი ამ თემების რუსულად გადაქცევა კიდევ კარგი, რასაც ვამბობთ რომ ჩვენსავით ადამიანები, ვისაც რუსეთს ვერ იტანს. ახლა მე დამწამო რუსეთულმეობა აქ ადამიანები რომელიც ძალიან კარგად მიცნობენ და ძალიან ბევრი საკმაოდ ჩემი ხნის იყვნენ და ასლანაბაშიძე როცა იყო რუსეთულმე ჩვენივად იყვნენ იმ ადამიანთან ერთად და ჩვენივად არსებობდნენ ამ ტელევიზიაშიც, გარეთ სხვა საჯარო სამსახურებშიც და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც იყვნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. გაზეთებიც ჰქონდათ, რაღაცები ჰქონდათ, მაგრამ ასლანის წინამდე ხმას არ იღებდნენ. მაგრამ მე ვამბობ მეთქი, სხვა რამეს ვამბობ მეთქი, რომ ყველაფერი ის რაც არის კონსერვატიული, ის რაც არის ტრადიციული ბოდიში ჟარგონისთვის შეტენო რუსეთს და ვიძახო რომ ეს არის რუსული ამათვის მართლმადიდებლად რუსული რელიგიაა. ყველაფერი ესენი ისეთ ცდილობენ ყველაფერი ეს გახადონ რუსული და ყველაფერს ვძახიან რუსულს. ის რაც ჩემთვის ტრადიციულია. მე საერთოდ არ ვფიქრობ რომ რუსების უმრავლესობა მართლმადიდებელია და საერთოდ კონსერვატიულია. საერთოდ არ მაქვს ეს განცდა და ასე ვფიქრობდი სულ. ხო, მართლმადიდებლობა ჩემთვის ცოტა სხვა რამეა. ასე ვფიქრობდი რომ იქ მართლმადიდებლობა რა თქმა უნდა არიან მართლმადიდებელს, მაგრამ უმრავლეს ნაწილში ჩემი რელიგია არ არის ის რელიგია. ჩემ ეკლესიას რაც დამართა, იმ ეკლესიამ ძალიან კარგად ვიცი და საერთოდ არ ვთვლი. იმიტომ რომ იქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ რომ ეს არაა სწორი მოქცევა, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი. ამიტომ ამას ვამბობ მეთქი, როცა მე ვამბობ ჩემს კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობაზე და ამ იდენტობის საფრთხეს ვხედავ მეთქი და ევროპა ასეთი არ იყო. ევროპა ასეთი გახდა ამ ბოლო წლებში და ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ იცვლება ყველაფერი და ვამბობდით. კარგად ვხედავთ რომ იმ ევროპაშიც ზოგიერთი პარტიებიც, რომლებიც რო ვთქვათ გამოხატულად თვითონ იდეოლოგიის დონეზე უწერიათ წესდებებში IPP მაგალითად რომ არიან ცენტრისტი მემარჯვენე პარტიები, მაგრამ ახლა იდეოლოგიურად რომ აღარ არიან საერთოდ მემარჯვენე და არც კონსერვატიული და რა ვიცი რაღაც შუას იქეთ უფრო მემარცხენე ვოლკისში გადადიან, უკვე ფაქტია. და ყველა კვლევა ამბობს რომ ბოლო შანსი მიცეს. ბოლო შანსი მიცეს ევროპაში IPP-ის წარმომადგენლებს რომ რაღაცის ებრძოლონ და ამერიკანის ნათელი მაგალითი იყო, იქაც ამოვიდა ტყელში და ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ის რაც გააკეთეს რუმინეთში, ის რაც გააკეთეს რა ვიცი კიდე რამდენიმე ქვეყანაში, ამ შემულობაში ბატონ დავით. ევროპელი ლიდერების ძალიან ცუდია რომ გავლენით შეიძლება მაგალითების როცა მოყავდა ამასთან დაკავშირებით, აი შეხედე რას ამბობს. მე ხა ჩემი სამსახური კი იცით ახლა ამდენი წელია უმაღლეს საბჭოს წევრი ვარ, უკვე დიდი ხანია და ხშირად დავდივარ ევროპაში, სხვა ორგანიზაციებში და ბევრი წამიკითხავს, ბევრი ვიცი. როდესაც ჩახვალ ისლანდიაში ან ბრიტანეთში, ისლანდიაში მაგალითად ხუმრობენ რომ რომელი ენაა მეორე ადგილზეო, ისლანდიური. პირველ ადგილზე არის პოლონური.
ძალიან ბევრი პოლონელი, დაახლოებით 300,000 ქვეყანაში 60,000 პოლონელია. ეს რატომ მოყავს ახლა მაგალითად? როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, კანდიდატი ჯერ და მერე გახდა პოლონეთი, პოლონეთის მოსახლეობა დღეს ადგილზე ვინც ცხოვრობს, მესამედი აღარ ცხოვრობს. იგივე პრობლემაა ბულგარეთს, იგივე პრობლემაა ბულგარეთს. ის ქვეყნები სადაც ძალიან ბევრგან არის იქ რა თქმა უნდა, იქ ერთადერთი ცოტათი გამონაკლისი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არის ჩეხეთი და უნგრეთი. დანარჩენ ქვეყნებში ასეთ სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მომენტია იქ სადაც ცხოვრების დონე უფრო მაღალია, სადაც უფრო მეტი შემოსავალია, რატომ ბუნებრივია იქეთ გარბია. და რა თქმა უნდა ამ ვიზა ლიბერალიზაციას მოყვა და აი ორმაგი სტანდარტი ზუსტად აქაა, როცა ამბობენ რომ ვიზა თურმე ჩვენს ოპონენტებს ვხედავთ, აი ხალხი გააქციეს, გაიქცნენ, ვითომ გააქციეს ხელისუფლებას ჩვენ რომ მოვიდა ვიზა ლიბერალიზაცია ძალიან მალე მივიღეთ და ადამიანებს შეძლეს ვიზის გარეშე წასვლა ევროპაში, რომ რა თქმა უნდა უკიდურესი შემოსავალი ქონოდათ, ზუსტად მათი დანგრეული ქვეყნის გამო იყო რომ გარბოდა ეს ხალხი და რა თქმა უნდა გაიქცევა. სულ რომ საქართველოში საშუალო ხელფასი გახდეს 4,000 ლარი, მაინც გაიქცევია საქართველოსთან. ადამიანების დიდი რაოდენობა, რადგან იქ 4,000 ფუნტი სტერლინგია, ან 5,000 დოლარია და ეს თავისავადია და ამას როცა უნდათ უტრირებენ ახლა ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხე რა თქმა უნდა უფრო მეტი ხალხი ვერ წავა, როცა ვიზები არ იქნება, ნაკლები წავა. მაგრამ ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი და მათ შორის სუდი იქნება, რა თქმა უნდა. ბევრი რამე დაზიანდება. მე არ ვამბობ ეს კარგია. რა იცი, თავარი თემა რა იცი? კარგია ვარ, ცეთი არ ამბობს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სასწორზე იდება ერთი მხრივ ვიზა ლიბერალიზაცია, მეორე მხრივ ზუსტად ის საფრთხეები რაც ის რომელიც უქმნის ჩემს როგორც კულტურულ, ისე რელიგიურ, ისე ეთნიკურ იდენტობას, რა თქმა უნდა, გასაგებია თქვენი პოზიცია. ბატონო, დაახლოებით 2 წუთი გვაქვს დარჩენილი აუცილებლად თორნიკე რივაძესთან დაკავშირებით. უნდა გითხოთ პირველ რიგში, ალბათ გაქვთ ინფორმაცია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ყველა მთავარია ამ ეტაპისთვის, რისი თქმა შეგიძლიათ ამ დროისთვის ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს. ძალიან ხშირად ხედავდით სატელევიზიო კადრებში იმ დღეებში საავადმყოფო სეზონში მათ შორის. დიდი მადლობა რომ მოიგთხეთ და დიდება უფალს რომ თორნიკე ცოცხალია. ახლა მართალია ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ მისი რაც თავარია მისი სიცხეს საფრთხე თავარი სირთულეები გადალახულია და თორნიკე დღეს ასე ვთქვათ იმასთან შედარებით რაც ხო კარგათაა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და დაბრუნდება და ისე ვექნება ბედნიერება მასთან ურთიერთობებს. კი ბატონო, იმედია უფრო მეტსაც გავიგებთ მისგან გამოჯანმრთელების შემდეგ რეალურად რა მოხდა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს ჯანმრთელობა კიდევ ერთხელ თორნიკე რივაძეს და მადლობა თქვენ იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. დავით ბაციკაძე, აჯარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა და მთავარი თემები. ეს იყო ზაფხულის სეზონის ბოლო მთავარი აჯარაში. ერთმანეთს ახალ სატელევიზიო სეზონზე შევხვდებით, სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.